საერთაშორისო ტრაფიკინგის სავარაუდო სქემა საქართველოში ნუცხოვრი მედია წერს, რომ თბილისის ცენტრში სასტუმროში ჩინეთის მოქალაქეებს გამოკეტილი ყავთ ტაილანდელი ქალები, რომლებიც იძულებით არიან ჩართულები არალეგალურ სუროგაციის ქსელში. კერძოდ ტრაფიკინგის მსხვერპლ ქალებს აიძულებენ ჩააბარონ კვერცხუჯრედები, ქსელიდან გასვლის შემთხვევაში კი მათგან ითხოვენ გამოსასყიდს. ირკვევა, რომ ტაილანდის მოქალაქე 100-მდე ქალი საქართველოში მოტყუებით ჩამოიყვანეს ჩინეთის მოქალაქეებმა და ისინი თვეების განმავლობაში დატყვევებული ყავთ. სქემის შესახებ ჟურნალისტებს სამშობლოში დაბრუნებულმა რამდენიმე მსხვერპლმა მოუყვა. ამასთან მთავარს ამდენიმე დღის წინ ჰქონდა ჟურნალისტური გამოძიება, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ სასულიერო პირის კუთვნილ სახლში იმყოფებოდნენ უცხოეთის მოქალაქე ქალები, რომლებიც ასევე სუროგაციის ქსელში იყვნენ ჩართულები. ირაკლი ბახტაძე მოგვიყვება ტრაფიკინგის მასშტაბური ქსელის შესახებ, რომელიც როგორც ცნობილი ხდება, საქართველოში ოპერირებს. ირაკლი გისმენთ. ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული სისხლის სამართლის დანაშაული, რომელზეც მთავარი არხის გუნდი რამდენიმე კვირის განმავლობაში მუშაობდა და ჩვენ ექსკლუზიურად მოვიპოვეთ იმ ადამიანების ინტერვიუები, რომლებიც საერთაშორისო ტრაფიკინგის სავარაუდო საქმეში მონაწილეობდნენ. ეს არიან ის მოქალაქეები, რომლებსაც საქართველოში ჩამოყავდათ ტაილანდის მოქალაქე ქალები, რომლებსაც საქართველოში სუროგაციას თავაზობდნენ, თუმცა როგორც ირკვევა, სამედიცინო მანიპულირება მათ კვერცხუჯრედებს აჭრიდნენ. ეს არის ინფორმაცია, რაზეც საუბრობენ ის მოქალაქეები, რომლებიც მსხვერპლი აღმოჩნდნენ საერთაშორისო ტრაფიკინგი. ჩვენ ასევე ექსკლუზიურად გადავიღეთ ის საცხოვრებელი სახლი, სადაც რამდენიმე თვის განმავლობაში ჩინეთის მოქალაქეებს მოტყუებით ჩამოყავდათ საქართველოში ქალები, რომლებსაც კონკრეტულ თანხას უხდიდნენ, მათ უფორმებდნენ ოფიციალურად ხელშეკრულებას და ხელშეკრულების საფუძველზე ქალები სუროგაციის სქემაში უნდა ყოფილიყვნენ ჩართულები, თუმცა როგორც ირკვევა და ტაილანდური მედია როგორც იუწყებდა, ქალებს ატყუებდნენ ჩინეთის მოქალაქეები, ის ადამიანები, რომლებიც ჩვენ ექსკლუზიურად ჩავწერეთ, რომ ისინი სუროგაციის ნაცვლად ქალებს კვერცხუჯრედებს აცლიდნენ. როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი და პრინციპში სხვადასხვა მედია საშუალებებში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რამდენიმე ქალმა თავი დააღწია ამ საერთაშორისო ტრაფიკინგის სქემას, ისინი უკვე იმყოფებიან ტაილანდში და ექსკლუზიურად მისცეს ინტერვიუები ადგილობრივ მედიას, სადაც ისინი ყვებიან იმ სქემაზე, რომელშიც საქართველოში რამდენიმე თვის განმავლობაში მოქმედებდა. ჩვენ ვიმყოფებოდით იმ ადგილას და უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეს არის დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი და ყველაზე პრესტიჟული ადგილი, საცხოვრებელი კორპუსი, რომელიც ჩინეთის მოქალაქეებს აქვთ ნაქირავები, როგორც ადგილობრივები მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები ჩვენთან საუბარში ყვებიან, რამდენიმე თვე აქ უცხო ქვეყნის მოქალაქეები გადაადგილდებიან, თუმცა მათთვის უცნობია თუ რას საქმიანობენ აქ ტაილანდისა და ჩინეთის მოქალაქეები. ადამიანები, რომლებიც სავარაუდო ტრაფიკინგის სქემაში არიან ჩართულები, ჩვენ გვიდასტურებენ იმას, რომ აქ ნამდვილად ყავთ მათ ქალები, რომლებსაც თავაზობენ სუროგაციას, თუმცა არაფერს ამბობენ იმ ინფორმაციაზე, რაც ვრცელდება სხვადასხვა უცხოურ მედიაში, გულისხმობ კვერცხუჯრედების სკანდალს. იქ მყოფი ადამიანები, რომლებიც სავარაუდოდ არიან მენეჯერები ამ საქმის და პრინციპში თავადაც გვიდასტურებენ, რომ ისინი აწარმოებენ მოლაპარაკებებს ქალებთან იმისათვის, რომ ჩაერთონ ამ სქემაში, თუმცა თავაზობენ მხოლოდ და მხოლოდ სუროგაციას, თუმცა როგორც ირკვევა, სამედიცინო მანიპულირებით ისინი სხვადასხვა ხერხებს მიმართავენ. როგორც ჩვენ დაგვიდასტურეს იქ მყოფმა ადამიანებმა, ამ საქმით უკვე დაინტერესებულია შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავად მენეჯერები ამბობენ იმასაც, რომ რამდენიმე ქალმა სუროგაციის გზით, როგორც ამას თავად ამტკიცებენ, აიღეს თანხა და ამის შემდგომ მათ დატოვეს საქართველო, ამის შემდგომ მათ მიმართეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს და გამოძიება არის დაწყებული. ფაქტობრივად შეგვიძლია ვივარაუდოთ მათივე განმარტებით, რომ ამ საერთაშორისო ტრაფიკინგის სქემით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაცილებით ადრე იცოდა, ვიდრე უცხოურ მედიაში გავრცელდებოდა ინფორმაცია, თუმცა მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ გავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინფორმაცია ამ ტრაფიკინგის შესახებ, რაც მედიისთვის გახდა ცნობილი. რასაკვირველია, ჩვენ ამ თემაზე ვაგრძელებთ მუშაობას და როგორც მაყურებელს უთხარით, მთავარი არხის გუნდი რამდენიმე კვირის განმავლობაში მუშაობდა ამ თემაზე, ექსკლუზიურად გადავიღეთ და ჩავწერეთ ის მოქალაქეები, რომლებიც სავარაუდოდ ამ ტრაფიკინგის საქმეში იყვნენ ჩართულები. Surrogacy center. And we know. Surrogate here? Yes. Yes. Surrogacy center. Surrogacy.
ამ შენობაში არის სუროგაციის ცენტრი და ჩვენც აქ ცხოვრობთ. ზუსტად არ ვიცი, რამდენი გოგოა ამ სასტუმროში. დაახლოებით ალბათ 20 იქნება. რა ინფორმაციაც ვრცელდება მედიაში, ყველაფერი ტყუილია. ამ გოგოებს აქ ძალიან კარგი პირობები აქვთ შექმნილი. სამი ტაილანდელი გოგო მოვიდა და აიღეს ფული სუროგაციისთვის. ტაილანდში გაიქცნენ, მას შემდეგ რაც ფული აიღეს. რა თქმა უნდა, დაურეკეთ პოლიციას, ამ შესახებ ქართულმა პოლიციამ ყველაფერი იცის. სუროგატები არიან და თვითონ უნდათ სუროგაცია ჩვენ არავისთვის არაფერი დაგვიძალებია. სამსართულიანი, შუშებიანი. ვიკო ჩინელებიანი. ჩინელები და რა საქმიანობენ? ბევრი არიან? ქალები არიან თუ კაცები? სულ ყველა. რა ვირო ჩინელები ცხოვრობენ მეტი არაფერი. ესე გამოდიან ხოლმე გარეთ? სულ გარეთ არიან, შედიან და გამოდიან. მთლიანი შენობა ათვისებული აქვთ. ხო. ბავშვებიც ყავთ თუ იცით? კი, დღეს იგი ჩინელს დაყავდეთ პატარა ბავშვი. ჩვენ ამ თემაზე რამდენიმე კვირა მუშაობთ და მაყურებელს შევახსენებ, რომ შაბათის მთავარის გუნდმა წინა შაბათს მაყურებელს აჩვენა დიდ დიღომში არსებული საცხოვრებელი სახლი, სადაც კონფიდენციალური წყარო გვიყვებოდა, რომ სასულიერო პირს ამ საცხოვრებელ სახლში სუროგაციის ცენტრი ჰქონდა გახსნილი და ჩვენმა კამერამ შაბათის გუნდმა გადაიღო ჩინეთისა და ტაილანდის მოქალაქეები, რომლებიც ამ საცხოვრებელ სახლში ბინადრობდნენ. რაიმე კავშირი აქვს თუ არა ამ ორ საქმეს ერთმანეთთან, რასაკვირველია გამოძიების მიმდინარეობისას ხდება ცნობილი, თუმცა საინტერესოა, რასაკვირველია, ორივე გარემოება, ერთი არის დიღომში არსებული საცხოვრებელი სახლი, რომელიც სასულიერო პირს ეკუთვნის, სადაც ასევე არიან ტაილანდისა და ჩინეთის მოქალაქეები და ის საცხოვრებელი სახლი, რომელიც ჩვენ რამდენიმე კვირის წინ გადავიღეთ, სადაც საუბარია სუროგაციის ცენტრზე, თუმცა როგორც ირკვევა, ეს არ ყოფილა სუროგაციის ცენტრი და საერთაშორისო სკანდალია ფაქტობრივად. ჩინაგან საქმეთა სამინისტრომ ცოტა ხნის წინ გაავრცელა განცხადება, სადაც ვკითხულობთ, რომ მათ დაიწყეს გამოძიება ამ ფაქტზე და როგორც თავად ყვებიან 70 მოქალაქე გამოკითხეს ამ სისხლის სამართლის საქმეზე, მხოლოდ სამი პირი ადასტურებს იმას, რომ ისინი მოტყუებით ჩამოიყვანეს ჩინეთის მოქალაქეებმა საქართველოში. სავარაუდოდ ამ საქმეზე გრძელდება გამოძიება და გამოძიების მიმდინარეობისას უფრო მეტი დეტალი გახდება ცნობილი, რადგან ეს არის საერთაშორისო ტრაფიკინგის საქმე და ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული საქმე, რომელიც საქართველოში ბოლო პერიოდის განმავლობაში მომხდარა.